ანდაზაზე დაფუძნებული იგავი. 9 ძმა და უკვდავების მარცვალი. ოდესღაც, როცა მთები უფრო მაღალი იყო, საზღვრისპირა ციხესიმაგრეს 9 ძმა იცავდა. ქვეყანას მტერი შემოესია, გზები ჩაიკეტა და სოფელში შიმშილობამ დაისადგურა. ძმები ციხესიმაგრეს კედელებს იცავდნენ, ბოლო თვე იყო, რაც ნორმალური საკვები არ ენახათ. ერთ საღამოს უმცროსმა ძმამ ნანგრევებში, ძველი ხის ფუღუროში, ერთი თხილის გული იპოვა. თითოეულს შეეძლო ერთი ყლუპით გადაეყლაპა ის პატარა გული, მაგრამ იცოდნენ, რომ ეს მათი დასასრული იქნებოდა. უფროსმა ძმამ ხანჯალი ამოიღო. ხანჯლის წვერით თხილი 9 თანაბარ ნაწილად გაყო. ეს არ იყო კვება, ეს იყო ზიარება. როცა ნატეხი ენაზე დაიდეს, მათ არა შიმშილი, არამედ შიში დაამარცხეს. მათ იგრძნეს, რომ თუ 9 კაცი ერთ თხილს იყოფს, მათ ვერანაირი მტერი ვერ გაყოფს. იმ ღამეს ძმებმა ისეთი ძალით იბრძოლეს, თითქოს ნადიმი გადაეხადათ. მტერმა ვერ გაიგო, საიდან ჰქონდათ ამ დაუძლურებულ ადამიანებს ასეთი ენერგია. მათ არ იცოდნენ, რომ ერთობა უფრო მეტად ანაკრებს ადამიანს, ვიდრე პური. მორალი. როცა ერთი თხილის გულს 9 ძმა იყოფს, იქ მათემატიკა მთავრდება და ერთობა იწყება. ამბავი იმაზე კი არ არის, რომ ვინმე დანაკრდა, არამედ იმაზე, რომ ერთობამ სიმცირე, სიძლიერე დაქცია. თუ გაყოფა შეგიძლია, დაუმარცხებელი ხარ, რადგან ნამდვილი ძალა არა იმაშია, რაც გაქვს, არამედ იმაში, ვისთან ერთადაც დგახარ. მეტი საინტერესო ისტორიისთვის გთხოვთ გამოიწეროთ არხი.